ვსაუბრებთ გურიაზე და თუ როგორ გადაწყვიტა ძალიან საინტერესო ცოლ-ქმარმა განევითარებინათ გურია, დაეარსებინათ კულტურული ცენტრი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს და ამას მოგვიყვებიან. სტუმრები ცოლ-ქმარი ჩიკა ოგი და მიშა არობელიძე, მისი მეუღლე, ჩამოს დამფუძნებელი, რომელიც მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და მე მინდა დავიწყოთ თავიდან, როგორ შეხვდით ერთმანეთს და როგორ გადაწყვიტეთ ის რომ უნდა გეცხოვრათ ამ ქვეყანაში, გურიაში და მერე გავაგრძელოთ. პირველ რიგში მეც მინდა შევუერთდე სამძიმარს თუ შეიძლება ესე ითქვას, რაც მოხდა და ამის შემდეგ სწრაფული არის. საუბარი ნებისმიერ სხვა თემაზე, მაგრამ ვეცდებით რომ რაღაცა პოზიტივი შემოვიტანოთ მცირეოდენი მაინც. მე სულ იმას ვამბობ ხოლმე მიშა დავამატე ბოდიში რომ უნდა გვახსოვდეს კარგად რისთვის ვიბრძვით თავისუფალი სამყარო, დემოკრატიული სამყარო და ზუსტად ისეთი რაღაცეებისთვის იბრძვის ის ხალხი რომ გქონდეთ იმის შესაძლებლობა მაგალითად რასაც თქვენ აკეთებთ გურიაში რეალურად, იმიტომ რომ სხვანაირად რა აზრი აქვს ზოგადად ბრძოლას თუ არ გვაქვს იმის საშუალება რომ განვითარდეთ, ვიურთიერთოთ, ვიყოთ ტოლერანტულები, ემპათიურები და ვაკეთოთ ის საქმე რაც გვსიამოვნებს და არა ომი ცალსახად და მაგისთვის ვიბრძვით რომ იყოს მშვიდობა, გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობა და სტაბილური ცხოვრება მთელ ქვეყანაში და ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩვენ რომ რამდენად მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაცია ქვეყნის, რომ გავცდეთ ამ დიდ ქალაქებს და რაღაცაირად რეგიონებში მოვახერხოთ კარგად არსებობა. მოგვიყევით თქვენ შესახებ მართლა ძალიან საინტერესო ამბავი გაქვთ მოსაყოლი მეგობრებიც. ყველაფერი. ჩიკა მე მგონი შენ უნდა დაიწყო. მე? ოკეი. ჩიკა შესანიშნავად საუბრობს ქართულად. ოღონდ ამბობს რომ თვითონ ძალიან კარგად არის, ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემამდე და ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. ჯერჯერობით ჩემთვის ლაპარაკი ცოტა ძნელია, მაგრამ ხო, ქართულად ლაპარაკო. და მოკლედ ჩვენ დოჰას აეროპორტში შევიცანთ ხო ერთმანეთის, იმიტომ რომ მიშა ძალიან უყვარს მოგზაურობა და მეც ძალიან დიდი ხანი მინდოდა საქართველოში. ჩიკა არის იაპონიიდან, ეგეც უნდა თქვა, ეგ არის. ჩიკა არის იაპონიიდან. კი. დაბადებული და გაზრდილი. დიახ, თქვენ ხართ გურული. ანუ მოგზაურობის დროს დოჰას აეროპორტში დამოუკიდებლად ორი ადამიანი მიდიოდა სამოგზაურო და შეხვდით იქ ერთმანეთს. სად და რა ვითარებაში საინტერესოა? ცოტა უკინა რომ დავიწყოთ, სადღაც 8 წლის განმავლობაში მე ვარ პროფესიით მსახიობი, მაგრამ დიდი ხანია ამ საქმესთან შემხელობა აღარ მაქვს. და სადღაც 8 წლის განმავლობაში ჰიჩჰაიკინგით, ანუ ავტოსტოპით მოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო. ერთ-ერთ ბოლო ჩამოსვლაზე მოვდიოდი არგენტინიდან, ჩიკა მაშინ სხვათა შორის შეიტყო პირველად საქართველოს არსებობის შესახებ. რეზო გაბრიაძის სპექტაკლი ნახა ონლაინ. რომელი სპექტაკლი ნახეთ? იქ იყო რამონა. იყო რამონა, დიახ. და ისე მოხდა, რომ კატარში შევხვდით ერთმანეთს. და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ეხლა ცხოვრობ გურიაში და გურიის ამბავი როგორ დაიწყო, ეგ მაინტერესებს. საიდან გაჩნდა ეს იდეა და რატო? საიდან გაჩნდა გურიის იდეა და რატო? გურიის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად ცნობიერების თვალსაზრისით და გამოცდილებად, რაც მივიღე მოგზაურობის შედეგად, ძალიან მინდოდა ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამეზიარებინა. იმიტომ რომ სამწუხაროდ მოცემულობა ისეთი არის, რომ ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს რეგიონებში. და რახან ჩიკასაც იგივე გამოცდილება ჰქონდა, რაც მე დავაგროვე ამ წლების განმავლობაში, მინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც მაგალითად ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რომ იგივე გზა არა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ გადატანით მნიშვნელობით რომ მიიღო, რაც მაგალითად მე და ჩიკამ მოვახერხეთ. მე როგორც იგივე ქართველმა და ჩიკამ. მიშა, გურიაში გქონდათ რაიმე თუ პირველად ანუ წინაპრების სახლი იყო, იქიდან ხართ წარმოშობით თუ უბრალოდ გიყვართ გურია და გადაწყვეტეთ რომ გურიაში უნდა გაგეგრძელებინათ მე ვარ ოზურგეთიდან, თუმცა მაშინ როცა გადავწყვეტეთ, რომ აი ეს იდეა განახორციელებინა, გადავწყვეტეთ შეგვეძინა მიწის ნაკვეთი. და მოვახერხეთ ვაკიჯვარი არის ეგეთი სოფელი. ახლოს ოზურგეთთან? ძალიან ახლოს ოზურგეთთან, ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღალი სოფელი. ბახმაროს მთის მისადგომებთან არის და შევიძინეთ ნაკვეთი და დავიწყეთ საქმიანობა. და რა არის ეს საქმიანობა, მოვუყვეთ მაყურებელს, რას გულისხმობს კულტურული ცენტრი და რითი ეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას და მე ვიცით რომ უკვე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არის დაინტერესებული ამ ადგილით. ჩამოს ადგილში ჩვენ გვაქვს ერთი პატარა კოტეჯი ჯეროჯერობით და ეს კოტეჯში
უცხო ქვეყანიდანაც ბევრი სტუმარი წმოვიდა. აქაც საქართველოს სანახავად. ხო, ქართველი სტუმარი წმოვიდა და თან ბუნებაში ზაფხულის დროზე ძალიან როგორა კომფორტაბლად შეიძლება როგორა ბუნების სიცოცხლის სცენარიანი არის და ადამიანს შეუძლია რომ მართლა თავი იპოვოს ბუნების სიახლში, იმიტომ რომ ეხლა урბანული სივრციდან გაქცევა ზოგადად შველის ადამიანს რომ რაღაცა საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩამო კულტურული თავშეყრის ადგილია, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე რგოლისგან შედგება. ერთ-ერთი რგოლი არის გლემპინგი და კემპინგი. ვისთვისაც შეიძლება ვინმეს იყოს გაუგებარი ეს ტერმინოლოგია და გლემპინგი რეალურად გულისხმობს გლამურულ კემპინგს, ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში კოტეჯი წარმოადგენს და კემპინგი თავისთავად ყოველთვის გასაგები არის და კარვებითაც შეუძლიათ რომ მოვიდნენ. ამის გარდა გვაქვს შემეცნებითი ივენთები და ვაკეთებთ სოციალურ ივენთებსაც. ბოლო სოციალური ივენთი რაც გავაკეთეთ, ეგ იყო ურემი ბიბლიოთეკა, გიორგი კეკელიძის და ძმები არველაძეების ფონდის ხარდაჭერი და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ მათ ხარდაჭერისთვის. კარგი სიახლეც გვაქვს, მაგრამ ამაზე მეჩვენია რომ ჩიკა მილაპარაკოს, იმიტომ რომ სოციალური ივენთი ჩიკა პროფესიით თქვენ ვიხართ პროფესიით? პროფესიით მე მოცეკვავი. მოცეკვავი და როგორც ვიცით, ამ ცეკვასაც ასწავლით, ხო? რაღაც ცეკვის კურსი არის თქვენზე. ხო, მომავალში მეც მინდა ეს როგორ რეგიონის იკავრი ხალხი ან იკავრი ბავშვებთან ერთად მინდა მუშაობა უბრალოდ და თან მე ძალიან მიყვარს ქართველისთან მუშაობა. ჩემთვის ძალიან როგორა სასიამოვნო დროა ყველაჯერი და მაგიტომ დიდი ხანი მინდა ერთად მუშაობა. და მაგიტომ აი პირველად რაღაცა პროექტი ცეკვა ან არტი სახელოვნებო სხვადასხვა პროექტი მინდა რომ ვაკეთე და მე ხო ასე ბევრი პროექტი საინტერესო არის ვინ არიან ჩართულები აი ამ ჩამოში ან თუ არიან ადგილობრივები იქ დაკავებულები სამუშაოს გულისხმობ რასაკვირველი რომ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხოლმე დასაქმების პრობლემა და ახალგაზრდების დეფიციტია ხოლმე როგორც ყოველთვის ანუ ეხლა გადავედით უბრალოდ ახალ ეტაპზე როგორც ჩიკამ თქვა აქტიურ ფაზაში, იმიტომ რომ აქამდე იყო კონცეფციაზე მუშაობა, დაგეგმარება და ასე შემდეგ და ჩამოში შენდება არტისტული რეზიდენცია. რაც თავისთავად იმთავითო გულისხმობს, რომ ჩვენი კულტურის გატანა უფრო და უფრო მოხდება საზღვაროს მიღმა და ნებისმიერ ადამიანს ეკნება საშუალება რომ ჩამოვიდეს ჩამოში ხელოვან ადამიანებს, არტისტებს, გაატანონ რაღაც გარკვეული დრო ჩვენთან, რასაკვირველია სამუშაო პროცესის შექმნან და ამ ყველაფერში იქნება ასევე დაკავებული ადგილობრივი გურული ახალგაზრდები. რაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სტიმული იქნება მათთვის, ძალიან დიდი ცოდნის წყარო იქნება მათთვის და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ მათთვის იქნება მართლა სიცოცხლის უნარიანი გარემო, იმიტომ რომ გაიგებენ ახალს და ისწავლიან, რომ აი ამის კეთება შეიძლება და სამყაროს არ შეხედავენ ერთი კუთხიდან. ხო, ეს ძალიან თქვენ ახსენეთ, რომ მოგზაურობა გიყვართ და ძალიან დიდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგზაურობთ. თან ძალიან საინტერესო ადგილებს სამხრეთ ამერიკაში. და ზუსტად ეს არის, რომელიც გიხსნის იმ ხედვას, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არ არის მთავარი სადღაც მაინდა-მაინც დიდ ქალაქში იცხოვრო და იქ იყო. მით უმეტეს ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო არის. საინტერესოა ჩიკას განშორება თავის ქვეყანასთან როგორ იყო? არ იყო რთული, რომ გეთქვათ იქაურობაზე უარი და აქ ჩამოსული და როგორ იყო თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია ამ ყველაფერზე? იმიტომ რომ საქართველო არ არის ახლა ყველასთვის ისეთი ცნობილი ქვეყანა, ხო, როგორც ვიცით. ჩემი ოჯახი მუშაობრები მითხრა რომ მე საქართველოში ცხოვრება მინდა უთხრათ და მე მუშაობრებმა მითხრა ვაიმე საქართველო ძალიან შორსა რატო შენ გინდა და მე უთხრა ჩემი მუშაობრებთან ძალიან თბილი ხალხი და მე მარტო რა მინდა ჩემი ცხოვრება იქ საქართველოში. დამოუკიდებლად ვიცხოვრო იქ, სადაც მინდა. გურიაში. გურიაში ხო, დიახ. და თავიდან ჩემი მუშაობრებნაც არ იცოდი ბევრად საქართველოს ხო ამავე, მაგრამ
ჩამოვიდნენ საქართველოში ნახეს მაგრამ ძალიან უნდაო და თან ჩვენ იაპონიაში ერთად ვიყავით დედამთირი შენ და მე ერთად ვიყავით ანუ თქვენ იყავით დედასთან ერთად ჩასი და ჩემი მშობლებსაც ძალიან მოეწონა ჩემი მეუღლე ასე ვთქვა დამოყდნენ როგორც ქართველები იტყოდნენ და უკვე ხო ისინიც ძალიან კარგად გაიგონენ ძალიან კარგი ქვეყანა იაპონიაც არის ერთ-ერთი უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და საქართველოც საკმაოდ დიდი კულტურის მქონე ქვეყანა არის და რაღაცნაირად გაცვლა ხდება ალბათ აქ. აი იაპონური კულტურა რამდენად დაინტერესებულები არიან ჩვენები და რას უზიარებთ თქვენი კულტურიდან ჩვენ ხალხს? მე მგონი ცეკვა იაპონურ ცეკვაზეა საუბარი თუ ზოგადად ცეკვაზე? ზოგადად ცეკვაზე. განსაკუთრებულად მე ბავშვიდან ვისწავლა ბალეტი და ნერნერა კონტემპორარის თანამედროვე ხო ცეკვასაც ვისწავლა და ახლა დედა ჩემი არის იაპონური ცეკვის მასწავლებლთან და ნერნერა მეც მინდა სწავლა იაპონური ცეკვა და თან მომავალში აი ესეთი როგორა კულტურული ერთობა. ზუსტად ხო. ქართულ-იაპონური ცეკვის ასე ვთქვათ ნაზავი. ჩვენი კონტექსტიდან მომდინარე, ხა იაპონიაზე იქნება განსაკუთრებული აქცენტირება, იმიტომ რომ ესეთი ქვეყანა, რომელსაც ვერ ამოწურავ. საოცრებაზე. მე არაერთხელ მithქვავს უკვე აღნიშნე აქ, რომ ბევრ კულტურაში მომიწია ცხოვრება, სხვა შორის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რაც იყო ამ ყველაფრის შექმნა, იყო არგენტინაში მომიწია გვარანის ტომის ინდიელებთან ცხოვრება გარკვეული 8 წელი მოგზაურობდით თან ეგეც უნდა უთხრათ მაყურებელს რომ 8 წელი და არც ერთხელ არ ყოფილხართ საქართველოში. ფრაგმენტულად ჩამოდიოდი ხან და ხან, მაგრამ ნუ სადღაც 2 კვირის ინტერვალით შემდეგ ისე მივიდიოდი და საოცრება იყო და მინდა რომ ეს ყველაფერი გაუზიარო ადგილობრივ. რა ხდებოდა იქ საინტერესოა? ინდიელებთან. ინდიელებთან რას ხდებოდა არ მგონი ეხლა მთლად გაჟღერება ღირდეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ ერთი რაღაც რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მათ მიერ დანახული სამყარო აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენგან დანახულისგან და ძალიან უნიკალური არის და ძალიან საინტერესო. ნებისმიერ სივრცეში შეგვიძლია ადამიანმა თუ კი სურვილი და მზაობა გაქვს თუ კი სურვილი და მზაობა გაქვს ისწავლო რაღაცა ახალი და სხვათა შორის ხშირად გამიგია აი თქვენაირი ადამიანებისგან ვინც აი ეს ვისაც ესე უყვარს მოგზაურობა აი როდესაც ხშირად მოგზაურობ და თან აი ასეთ რეჟიმში გიწევს ცხოვრება რაღაცნაირად დედამიწის ერთობას აღიქვამ ანუ ქვეყნებს ვეღარ ყოფ სახელმწიფოებად შენს თავში და აღიქვამ როგორც დედამიწას ერთ სამშობლოს მთელი ანუ საზოგადოების, იმიტომ რომ თითქოს ეროვნებები იკარგება რაღაც, იკარგება ცუდი ნათქვამია, მაგრამ ნუ ერთობა ხდება, არა ვთქვათ სახელმწიფოებად ყოფ, არამედ ხო, ადამიანის არსებობა დედამიწაზე და რაღაცა ეკოლოგიასთან, ბუნებასთან კავშირის და ზოგადად ბევრად უფრო აი თითქოს სუფთავდები ამ ბევრი ბინძური ინფორმაციისგან, რომელიც დამანგრეველია არასაჭირო ინფორმაციისგან. თან მოგზაურობას ყველაზე კარგი ის აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი, იმიტომ რომ უამრავი სარგებელი მაქვს ადამიანისთვის ისევე რომ ფიზიკურად ცნობიერების თვალსაზრისით ხვდები რომ დამოკიდებული ხარ მხოლოდ ჩემს თავზე. თუ რაღაცა გინდა, ამისთვის ნაბიჯი უნდა გადადგა. და მე მგონი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ მოცემულობაში ჩვენთვის, რომ რამე თუ გვინდა, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ კიდეც. ხო და ხშირად ამბობენ ხოლმე კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე და უნდა გახვიდე და მე აუცილებლად იპოვი სხვა კომფორტის ზონებს, რომელიდანაც მე კიდე თავიდან უნდა გახვიდე. აი ლოგოზე მინდა კითხოთ, ვიცი რომ აი ეს ლოგო რომელიც გადის გადაფარვებში, ჩიკას დახატულია. რას ნიშნავს ეს ლოგო და საიდან გაჩნდა ეს? მე როგორც ხედავ, მგონი მთები, მზე და ახმაროს მთები? მთები და ეს მე ნახატი ზანცუდათ ვარ, ნახატი. ხატვა არ გამოდის. ხატვა ვერ ვაკეთებ პანკარით და. მაგრამ თავარი რომ შინაარსი იყოს და ეს არის ლოგოს მთავარი დანიშნულება. ხო, ლოგოს კონსტრუქცია არის უბრალოდ ჩამოს ლატინური ასოთი ვაკეთებ. და თან მინდოდა მუზე და ჩვენი ადგილი არის საკემპინგი ზონა და კარავი მინდოდა ვაკეთებ და ცოტა ლაპტოპის
აპლიკაციაში ხო კომპოზიცია ვაკეთებ ეს ასო აქ იქნება კარგი ეს ხო მ ლატინური ასო მ იქნება მუტა აი ასე ვფიქრობდი და ვაკეთე შეიქმნეს გადასარევი. ლამაზე ლოგო არის. მე მაინტერესებს უკავშირი როგორია სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან უცხოეთიდან. მათ როგორ მოწონთ გურია, რას ამბობენ, ეგრეთ წოდებული ფიდბექი რა არის? სხვათა შორის ჩვენ ძალიან ლოიალური სტუმრები გვყავს. ანუ ხშირი სტუმრები ყავთ, ერთხელ ბრუნდებიან. დიახ, ყოფილა ეგეთ შემთხვევაში არაერთხელ რომ დაბრუნებულან. გურიას ბევრი რაღაცა აქვს ბევრი რაღაცის შეთავაზება შეუულია. რეალურად ხალხისთვის, სამყაროსთვის ალბათ, თუ ძალიან არ ვაზვიათებ. ერთი ის, რომ ეთნიკური თავისებურებები, ანუ ენაკვიმატობა, გურული შავი იუმორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაც არის გურიაში, თუნდაც იყოს მთის სისტემა იყოს და თუნდაც სანაპირო იყოს. უშუალოდ გური არის ძალიან საინტერესო ადამიანისთვის ძალიან საინტერესო ადგილი. და ამიტომ არ მიკვირს ხოლმე, როცა ადამიანი ჩამოდის და ყოველთვის უჩნდება გრძნობა, რომ აი სახლში ვარ და კიდევ მინდა რომ წავიდე. ხო, საინტერესო არის იუმორი ახსენეთ თქვენ და ჩემთვის მართლა პირველ ადგილზე არის გურული იუმორი და ეხა ეს სახელი. დიდი ხნით არ შეიძლება მოსმენა გურული. არ შეიძლება, რომ უკვე აღარ მთავრდება ხოლმე. ეს ჩამოც რაღაცნაირად კი არის ქართული ჩამოს, მაგრამ ცოტა იაპონურად ასღირს და უკვე მხედა, ჩამო. ალბათ არის კანცელობრივი და ჩამო. ჩვენთან ადგილობრივი. რეიზა დარქი ჩამო. ჩამოში? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ამბავი გაქვს ზოგადად და ძალიან გულშემატკივრობთ, რომ ეს ამბავი განვითარდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს, ასე ვთქვათ, ზომაში და როგორც გაქვთ წარმოდგენილი, უნდა განვითარდეს თქვენი წამოწყება, დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად ეგრე იქნება. პროფესიასთან დაბრუნებას არ აპირებთ სახეობობას. რასაც ვაკეთებ ძალიან მავედნიერებს. მაგრამ თუ იქნა შეთავაზებები, ალბათ საინტერესო იქნება. შეთავაზება, რატომაც არა სიამოვნებით, მაგრამ რასაც ვაკეთებ ძალიან მავედნიერებს და ვფიქრობ, რომ ძალიან ფასეულია ის ზოგადად. ეგ უნდა მეთქვა, ხა ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ადგილზე მსგავსი წამოწყებები, რომ განვითარდეს. თან პირდაპირ თქვათ, რომ გურია ყველაზე კარგ მდგომარეობაში არ არის საქართველოს რეგიონებიდან და მსგავსი წამოწყებები რაღაც ნაპერწკალს აჩენს, რომ რაღაცა დაიძრას და დიდი იმედი მაქვს ამას ხელს შეუწყობს კიდე ის რაც მოხდება ჩვენ ქვეყანაში და დიდი კი და იმედია მატარებელიც იქნება რომ სწრაფად ვიაროთ. თავისუფლება იქნება მსგავსი. მე ჩემ ნატრას ყოველ ეთერში არ მეზარება რომ თქვა რომ მატარებელი უნდა იყოს რომ ყველგან მოვახერხოთ. გურიამდე არის მატარებელი კაცო რა გინდა. უფრო სწრაფ მატარებელს ყოლის. სწრაფ მამას. დაგემშვიდობებით წარმატებები მინდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის გასაგებად. ვატყობ რომ მართლა გულთბილად და გულით აკეთებენ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც 8 წელი მოგზაურობდა სოფლიოს გარშემო და ბოლოს მაინც გურიაში დაბრუნდა იქ არის ბედნიერი სადაც არის ნიშნავს რომ მართლა მთელი გულით აკეთებს იმას რასაც აკეთებს და ასევე ადამიანი რომელიც დაიბადა და გაიზარდა იაპონიაში და გურიაში და მთელი გულით აკეთებს იმას რასაც აკეთებს. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.